დასულ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება. პარტიის მეორე კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ სწორედ მელიას სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრაიმერიზე აღარ გაიმართება. და კონკურენცია მოიტანა ის, რომ ახალი ადამიანები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ და მე მინდა ვთქვა, რომ მათ შორის გამოიკვეთა ნიკა მელია, ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც ჩვენ რამდენიმე წელია ერთად მოვდივართ და ეს მართლა ძალიან პოზიტიურია. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს გუნდთან ერთად, რომ მოხსნა კანდიდატურა მის სასარგებლოდ და თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ დავიწყოთ ახალი ფაზა ცვლილებების. გიორგიმ ჩათვალა ასე, რომ მას ჩემთვის დაეთმო ეს ასპარეზი ამ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში შექმნილი საერთო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მან ჩემს აზრით ჩათვალა, რომ იგი უფრო შეიძლება ამ ეტაპზე საჭირო იყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში. მე მინდა ჩვენ მხარდაჭერებს, ჩვენს ახლობლებს, ჩვენს მეგობრებს, თბილისელებს შევპირდე, რომ ჩვენ ყველანი გავერთიანებით და აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ 15 ივნისს ჩვენ გავიმარჯვოთ.